ზურგს ნუ შეაქცევ მწუხარებებს, განსაცდელები გვაქვს ყველა ქრისტიანს, როგორც წესი ესე ხდება. განსაცდელები გვაქვს და ეს ამ განსაცდელებზეც საუბრობს. ზურგს ნუ შეაქცევ მწუხარებებს, რამე თუ მათ მიერ ჭეშმარიტებას შეიცნობ. ნახეთ რა საოცარ რამეს ამბობს. ჭეშმარიტება თავად ღმერთია. განსაცდელებით ადამიანს შეუძლია ღმერთის შემეცნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ნუ შეუშინდები განსაცდელებს, რამე თუ მათი მეშვეობით პატივს მოიპოვებ. ილოცე რომ სულიერ განსაცდელში არ შეხვიდე და ეს ძალიან ადრეს მე ბევრჯერ გითხარით, არის განსაცდელი სულიერი, რომელსაც მამაო ჩვენოში ვთხოვთ რომ არ შეგვიყვანოს. და არის განსაცდელი მატერიალური, გარეგანი. ხოლო ხორციელი განსაცდელებისათვის მთელი სიმტკიცით მოემზადე. ანუ სულიერი განსაცდელში არ შეხვიდე და ჯობია რომ სულიერ განსაცდელში არ აღმოჩნდე და ღმერთს უნდა სთხოვა ეს და მამაო ჩვენოს ჩვენ ამას ვთხოვთ. ეს არის განსაცდელი, როდესაც შენი სული დგება ძალიან ცუდი არჩევანის წინაშე და შეიძლება იმ არჩევანმა დაღუპოს სულიერად, მაგრამ რაც შეეხება ხორციელ განსაცდელს, ამისთვის მთელი სიმტკიცით მოემზადე, რადგან მათ გარეშე შეუძლებელია მიუახლოვდე ღმერთს. ხორციელი გაჭირვება, პრობლემები, უსამართლობა ჩვენ თავზე, აი რაღაც ამ სტილის, ეს არის ავადმყოფობები და ასე შემდეგ. ეს არის სამსახურის დაკარგვა და ვიღაცამ დაგჩაგრა და ეს არის ხორციელი განსაცდელი და სულიერი განსაცდელი არის მაგალითად მინდა რომ იმ რაღაცი ბინძურეს უყურო, ჩავთო. უყურო თუ არ უყურო, მინდა რომ წავიდე კაზინოში ვითამაშო თუ არ ვითამაშო. გესმის? ეხლა ერთი სული მაქვს წავიდე ჩემ დაკალთან და იმ მეორე დაკალზე საშინად ვიჭორავ. ერთი სული მაქვს ვიხჩობი სანამ იმას არ გავასწორებ მიწასთან ამ დაკალთან. ესენი არიან სულიერი განსაცდელები და ეს არის ძალიან საშიში. მას შეუძლია ჩვენი დაღუპვა. ხოლო ხორციელი განსაცდელი ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ არც სიკვდილის არ გვეშინია. იმიტომ რომ ხორციელი განსაცდელებით ჩვენ ღმერთს იმიტომ უახლოვდებით, რომ მეტად მებრძოლნი ვხდებით, მეტად უშიშარნი ვხდებით. და იმიტომ რომ მათშია დამარხული, ნახეთ, ღმერთს რატო უახლოვდებით, მათშია დამარხული ღვთაებრივი სიმშვიდე. რა უცნაურია, ღვთაებრივი სიმშვიდე განსაცდელში. ქრისტეს ემსგავსები. იმიტომ რომ რას ნიშნავს? განსაცდელით მოთმინებაში ვარჯიშობ და მოთმინება ღვთისადმი იმედს გიძლიერებს და ღვთისადმი იმედი რომ შენში ძლიერდება, შენში ისადგურებს ნდობა ღვთისადმი და ეს შენში ბადებს სიმშვიდეს ბადებს. და ეს პროცესია, რომელშიც ადამიანი განისწავლება. ვინც ხორციელ განსაცდელებს გაურბის, ის გაურბის სათნოებებს. უფალე პიტაპრე გვეუბნება, შენი ჯვარი კი არ გადააგდო, აიღე და გამომყევი. გახსოვთ ხო სახარებაში? გულისხმობი არავნებების მიერ მოგრილ განსაცდელებს, რაც სულიერი განსაცდელია, არამედ წუხარების მიერს. ვნებების მიერ მოგრილი განსაცდელი არის სულიერი განსაცდელი, რომელიც სულს კლავს. ხოლო წუხარება ამ ქვეყნიური, ის ჩვენ გვაძლიერებს და უფრო მტკიცეს გვხდის.